დღეს მოვამზადებთ ჩემს საყვარელ დესერტს, რომელსაც ქვია კრეპ სიუზეტი. ამისთვის ჩვენ დაგვჭირდება კვერცხი, ფორთოხალი, კარაქი, ქვილი, ვანილი, მარილი, შაქარი, რძე, ცოტა ფორთოხლის ლიქიორი, ცოტა კონიაკი და წყალი. პირველ რიგში უნდა მოვამზადოთ კრეპები, 3 კვერცხი, რომელსაც გავტეხავ ჯამში. დავუმატებ ქვილს. ნელ-ნელა დავუმატებ რძეს ამ მასაში. 3 კვერცხს დავუმატებ 200 გრამი ქვილი. ვამატებ კარაქს, გამდნარს, ცოტა ვანილს, მარილს, უმნიშვნელოვანესი ინგრედიენტია კრეპისთვის. ვამატებ შაქარს 2-3 სუფრის kovzi გემოვნებისამებრ, თუმცა რადგანაც ჩვენ გვაქვს соуსი, რომელიც იქნება ტკბილი, ცომში ბევრ შაქარს არ დავამატებ. ბრინების ცხობა ერთგვარი აზარტია. ჯერ ერთი, იმიტომ რომ მინდა რომ ყველა ბრინი ერთნაირი იყოს და მერე არის რომ როგორც კი ყურადღებას მოაკლებ, ის აუცილებლად დაიწყება. გონია რომ საუკუნე იწევ. თელავი соуსი ტაფაშივე მზადდება, უბრალოდ ახლა წინასწარ დავხეხავ ფორთოხლის კანს, რომელიც აუცილებლად ჭირდება და დანარჩენს უკვე ტაფაზე მოვამზადებ. შაქარი უნდა გადნეს ტაფაზე. ვაგდებთ 60 გრამამდე კარაქს, ან მეც, ბევრი კარაქი არაფერს არ უშლის ხელს. ნახეთ, უკვე დაიწყო ფორთოხლის კანი. ამ დროს თქვენ სახლში უკვე საოცარი სუნი ტრიალებთ, დამერწმუნეთ. ვაწურავ პირდაპირ, ცოტა სიმჟავისთვის შეგიძლიათ ასევე ლიმონის წვენი გამოიყენოთ. და დაველოდოთ, რომ соуსი შესქევდეს. სხვათა შორის ამ კერძს ძალიან საინტერესო ისტორია აქვს. პრინციპში ლეგენდაა, ვითარება ხდება მონტე-კარლოში, კაფე დე პარიში, სადაც მიმტანს, რომელიც ემსახურება ძალიან საპატიო სტუმარს, კერძოდ უელსის პრინცს, რომელიც იყო ქალბატონთან ერთად, ახალგაზრდა და გამოუცდელმა ოფიციანტმა გადაწყვიტა, რომ პრინციპში მოემზადებინა კრეპი სტანდარტული соусით და შემთხვევით მას მოკლედ ალკოჰოლი სადღაც არ საიდან გაჩნდა და ჩაესხა ამ соуსში. თვითონ ეს ადამიანი თავის მემუარებში წერს, რომ გასინჯა ეს соуსი და ამაზე გემრიელი არაფერი გამესინჯაო და შესაბამისად გავრისკე და მეფეს მიუტანეო. ნუ მაშინდელ პრინცს, რომელიც ასევე აღთოვანდა და კითხა ოფიციანტს თუ რა ერქვა ამ კერძს და ოფიციანტმა ხა პრინცისთვის თავი რომ მოეწონებინა, უთხრა რომ ქვია კრეპ სიუზეტი. სიუზეტი კი იმ ქალბატონის საპატივცემულოდ, რომელიც პრინცთან ერთად იმ მომენტში სადგურობდა. შევეცადოთ მაქსიმალურად დაიფაროს და ეხლა კი გადამწყვეტი მომენტი. პირველი არის ვამატებთ ფორთოხლის ლიქიორს და ვამატებთ კონიაკს, რომელსაც ცეცხლი უნდა მოუკიდოთ. ცოტა შაქარი მოვაყაროთ, კიდევ ხდება. უნდა გამოვხდეთ. ეს გასწრაფია.